რუსეთისთვისაც ვართ მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ყურე საქართველოს აფეთქდება ჩრდილოეთ კავკასია. ჩრდილოეთ საქართველოში სიტყვაზე რო იქნას დაშვებული, რატო 2008 წლამდე თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთმა რატო არ აღიარა არც აფხაზეთი, არც სამხრეთ ოსეთი? თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო? და რატო მოხდა ეს მერე? აფხაზი და ოსი მცირე ერების მსგავსი ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან ბევრია. თქვენ გონიათ ახლა რუსეთს მაინდა-მაინც აწყობს ეს აღიარება? მე ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ არა. იმიტომ რომ ეს სისრულეში მოვიდეს სიტყვაზე და საქართველოს აღიაროს, აი გაგიჟდა ქართული და აღიარა. იქ ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან ბევრი ერი საკუთარ სახელმწიფოს მოითხოვს კი. ეს ზოგადად კონფედერაციაში მყოფი ერებისთვის და სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ამიტომ ჩვენთვის მაგალითად ხო სანამ აი ეს მოცემულობა არის, ყურეთ მე გეტყვით, ჩვენ გვაქვს შანსი გაერთიანების და გამთლიანების, სანამ ეს მოცემულობა არის და სანამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რომ მოითხოვოს რუსეთთან შეერთება, ჩაატაროს რეფერენდუმი და ეს რუსეთის ტერიტორიაზე აღიაროს, ჩვენ ხმას ვერ ამოვიღებთ, იმიტომ რომ და ვერც ევროპა ამოიღებს ხმას. კიდე გითხრათ რა კოსოვოს მაგალითი. კი, კოსოვოს მაგალითი. ამის მერე, ანუ ჩვენ ევროპისგანაც განწირულები ვართ და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც გამომდინარე იქიდან რაც დაატრიალეს სომხეთ აზერბაიჯანის ურთიერთობებში და ყარაბაღის თემაში. კი ბატონო. ანუ ჩვენ საყრდენი რეალურად პოლიტიკური საყრდენი არ გვაქვს. ერთადერთი უყურეთ, რატო არის იქიდან განცხადებები, რომ საქართველოს ელოდება რუსეთი. და იქნება დავიწყოთ ლაპარაკი და გავიგოთ. ვინ უნდა ილაპარაკოს? მოდი მაშინ ესე დავსვათ კითხვა. ვინ უნდა ისაუბროს რუსეთთან? მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას. ამ ეტაპზე ჩვენ იმდანად გაურკვეველი სიტუაცია გვაქვს 24 წლამდე მე გიპასუხებდი, რომ ეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი და არსებული ხელისუფლება. რატომ დღეს არ შეუძლია ბატონ ბიძინას რომ ეს თემები დაალაგოს? ბატონი ბიძინას პოზიცია დღეს. უყურე, მე ვიცი კობახიძის პოზიცია და არ მივესალმები, მე ვიცი მაკაბუჭურის სულის პოზიცია და არ მივესალმები, იმიტომ რომ ჩემთვის ამათი პოზიცია გაიგივებულია მიშა სააკაშვილის პოზიციასთან და ამ კონტექსტში ერთ ხაზს ვხედავ, მაგრამ მე არ ვიცი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. საპატიო თავმჯდომარეა. სიტყვაზე ხა პოლიტიკური წონა აქვს, მაგრამ გამომდინარე აქედან, იცი რა, მე ვერ გეტყვი. წარმოდგენა არა მაქვს, იმიტომ რომ მე მაგალითად 24 წლის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ერთმანეთს ბოდიში მოუხადოთ. თუმცა აქ იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ მარტო ბოდიში უნდა არა. იქ იყო ურთიერთობის აღდგენის დაწყებაზე ერთმანეთის პატიებით, ხო? და იყო ძალიან ბევრი დამაიმედებელი განცხადება 24 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ბატონი ბიძინასთვის ეს სიტუაცია მის უყურე განრიგში და ელოდება რაღაც იმ ხელსაყრელ მომენტს, რომ გადადგას ეს ნაბიჯი ამ ადამიანმა. იმედი მაქვს, ზუსტად მაგის იმედი მაქვს. ხო ეს არის რაღაცა ადამიანია იმისთვის, რომ იცის რა უნდა, კი, ძალიან ჭკვიანია და იცის რა უნდა გააკეთოს. ზუსტად თავის დროზე ინფორმირებული მოქალაქისთვის, ესე ვთქვათ, რა ძალიან ბევრი მხრიდან ჩემთვის ზუსტად ეს არის ключевой вопрос, რომ იტყვენ აი ქართულად არ ვიცი ეს როგორ თქვა. ключевой вопрос იმისთვის, რომ მე ვიფიქრო. მე დღეს მაგით ვერ ვფიქრობ. ხო, არა, იმიტომ რომ ჩვენ გადავხედოთ ბატონი ბიძინას წარსულს, მან ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა. 2024 წლამდე რაც გააკეთა დადებითი ტენდენციები რაც შეინიშნებოდა და რაც აშენდა ქვეყანაში, იმ ინერციით მოვდივართ ბოლო 2 წელია. ბოლო 2 წელი ერთი პროექტი დამისახილეთ რომ ვინც დაიწყო. მიმდინარეზე არა მაქვს ლაპარაკი. რომელიც დაგვირდნენ და დაიწყო. არა ხო? არ გახსენდება. არც მე. გამომდინარე აქედან მე მაქვს გარკვეული ეჭვები თუ გარკვეული ფიქრები იმასთან შედარებით რა შეიძლება განვითარდეს და რა შეიძლება მოხდეს. მე შეგნებულად თავი ავარიდე შიდა პოლიტიკაში რაღაც გარკვეულ ნიuanსებზე ლაპარაკს ეხლა ამ ეტაპზე. მაგრამ მე დაუბრუნდები ისე ეს მამუკა ფიფიას ფაქტორს, რომ
ამ ადამიანის შემოსვლა პოლიტიკაში ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის მეც იმედი გაგვიჩინა ჩვენ, რომ აი ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არ ჩაკვდება და ეს არის ნათელი ხაზი და გზა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს. საქართველოში როგორ მიიღებენ ბატონ მამუკას, როგორ ფიქრობთ? საქართველოში ქართველი მოსახლეობა, საკმაოდ მიღებულია. აი ქართველი ახალგაზრდობა. ძალიან რეიტინგული პოლიტიკოსია. ახალგაზრდობაში თქვენ თუ იმას გლობალისტებისგან მართულია. ძალიან დიდი ზიზღია. და არც მე, არათუ მამუკაფიფიას, იმათ ჩვენც ვეზიზღებით, ჩემო საყვარელო, იმიტომ რომ იმათთვის სულ სხვა რაღაცა. რადიკალურად ფიქრობენ რუსეთთან ურთიერთობაზე. რადიკალურად კი ისინი საერთოდ ვერ ფიქრობენ, საერთოდ ვერ აცნობიერებენ რას ნიშნავს ეს. რუსეთი რუკაზე სად არის არ იციან. ну თუმცა იციან რომ არის პირველი მტერი. უყურე, ყველაზე ცუდი იცი რა არის? ბოლო 35 წელია ჩვენ სკოლებში არ ასწავლენ კონტროლ რუკებს.